Თქვენი კომპანია Infraconi 4,457,000 მიიღო და 2 მილიონზე მეტ სახლა კიდევ ერთ სალოდებოდა, მოკლედ რაც ვნახეთ ძალიან ბევრ ტენდერს იგებ. ვენაცვალე ჩემ გულს. ეს მთავრობის ადმინისტრაციის შეფი რევაზ ჯაველიძეა. ირაკლი ღარიბაშვილის მარჯვენა ხელი. მას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აბარია. მის ხელში გადის საბუთები ღარიბაშვილის ხელმოწერით და პრემიერის სანდოკაცია. ამ საჯარო მოხელის ხელფასი დაახლოებით 6,000 ლარია, თუმცა შაბათის ეთერის მოპოვებული საბუთები დგინდება, რომ საჯარო მოხელე სახელმწიფო დაკვეთებს იგებს. გზებს აგებს და მისი კომპანია მილიონებს ატრიალებს. ამ კომპანიასთან დაკავშირებით საოპერაციო მოქმედებებში 2 წელი არ მონაწილეობ. 2 წელია ჩემი მენეჯმენტი გადაცემული გაქვთ. ფორმალურად გადაცემული, როგორც კანონმდებლობის მოთხოვნა არის, იმის მიხედვით მაგ. თქვენ თანამდებობა არაფერ შუაშია, რომ უკონკურენტოდ იგებთ ტენდერებს. კონკურენტოდ ეს აი, უკონკურენტოდ ეს ერთ-ერთი კი ბატონო, მე არ ვიცი ახლა ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მდგომარეობა იყო, მაგრამ ნამდვილად უკონკურენტოდ არ ხდება ხოლმე. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მილიონობით ლარი რომ ერიცხება ბიუჯეტიდან, ამაში თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ? ნამდვილად ვერ ხედავ, რაღაც კომპანია იღებს მონაწილეობა ჩემს კომპანიას გამოცდილება აქ იმ სფეროში, სადაც სახელმწიფო აცხადებს ტენდერებს და მათ შორის მაგაშიც იღებს მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსი კომპანია Infraconis 100%-ის წილის მფლობელია. სწორედ Infraconმა მოიგო უკონკურენტოდ 2023 წლის 17 მარტს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტენდერი გზების დაგებაზე. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კომპანია საქართველოს ბიუჯეტიდან თითქმის 1,5 ლარს ელოდება. უხელობას არ გიქნით, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ამდენი მილიონი ერიცხება ბიუჯეტიდან? მე არაფერი არ მივიწყებ, ჯერ კომპანიას ერიცხება და მოგებას მაგ პროექტში ნამდვილად პროექტებში თითქმის ვერ ნახულობს კომპანია და მისი რეინვესტირება ხდება კომპანიის განვითარებაში, ან ახალ პროექტებში შესვლისას. თუ კი თქვენ ჩახედული ხართ როგორ ხდება საერთოდ კომპანიების მათ შორის ამ მიმართულებით განვითარება, კარგად უნდა იცოდეთ, რომ არაფერი აქ ექსტრაორდინალური არ ხდება. და სახელმწიფოსაგან მე არაფერი არ მიმაგდა, არან კორუფციულ გარიგებას არ აქვს საშუალო ეს ადგილი და მით უმეტეს პრემიერ-მინისტრის საშუალებაში საერთოდ არ მისმის. 1,487,394 ლარად ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსის კომპანიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში 4,365 მეტრის სიგრძის გზა უნდა დააგოს, რომელმაც 2 სოფელი, სვერი და მანდაეთი უნდა დააკავშიროს. მაღალი თანამდებობის პირი გვიმტკიცებს, რომ მისი ბიზნესის ამბავი იცის პრემიერმაც. გამოდის, რომ ღარიბაშვილი მწვანე შუქს უნთებს მისივე მარჯვენა ხელს, რომ ბიზნესი სახელმწიფო ტენდერებით აკეთოს. მე ვიცი, როცა ანგარიშმაბარებენ, რა ტენდერებში ვიღებთ მონაწილეობას, მათ შორის არის სახელმწიფო ტენდერები. პრემიერმა იცით, რომ იცის, რომ თქვენი კომპანია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობს? არ მგონია რა შუაში ახ პრემიერი რას აკავშირს ამბავ პრემიერს? თქვენი ბიზნესის შესახებ მთავრობის მეთაურმა იცის? არ ვიცი, შეიძლება იცის ახლა როგორ თქვენ არ გითხავთ, რომ სამშენებლო ბიზნესი გაქვთ? კი, მე მაქვს ნათქვამი ყველასთვის, ვისაც მუშაობ და დასამალი არაფერი მაქვს. ჩემი ცხოვრება არის როგორც გადაშლილი ფუცელი და ნებისმიერ ინფორმაცია ჩემთან დაკავშირებით. დეკლარაციაშიც ამაქვს. ჩვენ შევისწავლეთ ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსის კომპანია Infraconis მოგებული ტენდერების დინამიკა. რჩება განცდა, რომ რევაზ ჯაველიძის კარიერულ წინსვლასთან ერთად ბიუჯეტიდან მიღებული ფულიც პროპორციულად იზრდება. ჯაველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 2022 წლის 10 მაისს დაინიშნა, რაც მისი უფროსი ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს. ახალი პოსტის დაკავებიდან 4 თვეში კი მსხვილი სახელმწიფო დაკვეთა მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კომპანიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის 22 აგვისტოს 1,438,247 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა და გომის საჩხერე ჭიათურას ზესტაფონის გზაზე დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენა დაუკვეთა.
როგორ მოხდა რომ მაინც და მაინც თქვენი დაწინაურების შემდეგ იზრდება ჩარიცხული თანხების ოდენობა? თქვენ წვრილ ტენდერებში მონაწილეობდით მხოლოდ 800,000 არ გასცენია. 800,000 არ გასცენია. ჩვენი კანონმდებლობა ითხოვს რომ გარკვეული გამოცდილება დააგროვოს კომპანიამ სხვადასხვა ტენდერებით. ხო და დავიწყეთ 50,000-დან და ძალიან მიხარია ჩემი კომპანია და ჩემი მენეჯმენტი ვენაცვალე, მაგრამ თუ კი ამხელა მაღალ კომპანიებში პროფესიონალ ტენდერებში შევდივართ. თქვენი აღმავლობა და ღარიბაშვილთან მეგობრობა, მარჯვენა ხელად ყოფნა პირდაპირ პროპორციულად თქვენი ფინანსების ზრდაზე არასახულა? კომპანიის ფინანსებს გულისხმობ? არ მგონია, იმიტომ რომ გავმეორდები. კომპანიები იგებენ ტენდერებს მხოლოდ გამოცდილებით და ფასით. თქვენი გავლენა ამ ტენდერების გამოყენებისთვის, მიღებისთვის არ გამოგიყენებიათ? 0. დოკუმენტებით გინდება, რომ ჯაველიძის კომპანია წლების განმავლობაში მხოლოდ მცირე ზომის სამუშაოებს ასრულებდა. ბიუჯეტიდან საგზაო სამუშაოსთვის წაღებული თანხები მილიონს არ აღემატებოდა. მას შემდეგ კი რაც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა, ტენდერების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯაველიძის კომპანიის ანგარიშზე უკვე მილიონები ბრუნავს. ახლა ინფრაკონთან გასაფორმებელ კიდევ ერთ ხელშეკრულებას ქარელის მუნიციპალიტეტი ამზადებს. 2,344,770 ლარის კონტრაქტს ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროს სოფელ ორთუბანში ზოვრეთის მონასტრამდე მისასვლელი გზის მოასფალტებისთვის მისცემენ. ბოლო თითქმის 2 წლის არ განმავლობაში გიყოლოთ რა ხდება თქვენს მე კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტში არ ვიღებ მონაწილეობას. ყოველდღიურ მენეჯმენტში არა, სახელმწიფოდან ფულის წაღებაში გულისხმობ. თქვენ შეიძლება თანამშრომლები არ მე არაფერი არ მიმაქვს. აბა რა ამ შემთხვევაში მე მონაწილეობას მივიღებ ტენდერ ჩემი კომპანია ბოდიში მონაწილეობას იღებს ტენდერებში და ქვეყნისთვის აშენებს ინფრასტრუქტურას და ძალიან მიხარია და მეამაყება იმ წარმატებების, რომელიც გქონია თურმე ჩემს. ღარიბაშვილის მარჯვენა ხელობა ამასთან კავშირში არ არის? რას უსულელია, რა შუაშია ღარიბაშვილი ხა იმ ტენდერებთან, რომელშიც მე ვიღებ მონაწილეობას, ან ჩემი კომპანია იღებს მონაწილეობას, რას უსულელია ხა. რა როგორ აკავშირებთ ამას ერთმანეთთან? ჯაველიძე გვარწმუნებს, რომ მისი კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებით მოგებას თითქმის ვერ ნახულობს, თუმცა ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის გაგზავნილ სატენდერო დოკუმენტაციაში წერს, რომ მოგების სახით მისი კომპანია ბიუჯეტიდან ჩარიცხული ფულიდან 8%-ს მიიღებს. და მიხარია რომ ნელ-ნელა ჩვენ მოვახერხეთ საიმისოდ რომ გამოცდილებით და სწორი ფასით, იმიტომ რომ აქ ფასიც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თავისთავად რეკომენდაციებს. დაახლოებით 200,000 საკლებთ ხოლმე როგორც შევხედე ბიჭს გამოცხადებას. ნუ როგორ ჩას სირადი თანხით კლებას იცით მე მაგრამ ხელა მოგებას იძლევა კომპანიისათვის 2-3%-ს, მაგრამ 8%-ზე გაქვთ მაგალითად ეს გათვლილი. ზოგიერთ შემთხვევაში კი ბატონო ძალიან მიხარია თუ ასე არის. ყოჩახ მაგათ. როგორც ჩაიგდო ხელში ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა სამშენებლო კომპანია, რომელიც ახლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს იღებს. 2021 წლის 14 იანვარს თანამდებობაზე დანიშნამდე 3 თვით ადრე რევაზ ჯაველიძის სახელზე შეპესე ჰიდროტეკის 100%-იანი წილი ფორმდება. ჯაველიძე კომპანიას სახელს უცვლის და სახელმწიფო დაკვეთების მოპოვებისთვის ბრძოლასაც იწყებს. პრემიერის მარჯვენა ხელი გვიმტკიცებს, რომ სამშენებლო ბიზნესის 100% წილი ვალის სანაცვლოდ მიიღო. როგორ მოხდით ამ სამშენებლო ბიზნესში შეგიძლიათ მითხრათ? რა თქმა უნდა, შემიძლია მითხრა, გამოვისყიდე ეს კომპანია და რა ვიცი, ვაფინანსებ ახლა მე შემოსავალი მქონდა სახელმწიფო სამსახურში დავიწყებ მუშაობას. თქვენ ძალიან ბევრი წელი მუშაობთ სახელმწიფო სამსახურში. რა თქმა უნდა. 2015-დან 18-მდე ministris პირველი მოადგილე ბრძანდებოდით. 21-ში იყიდეთ ეს კომპანია, ხო? 21-ში ვისგან შეეცადეთ ეს კომპანია, მოქმედი იყო თუ არ იყო რა? არა, მაშინ მოქმედი იყო ეს კომპანია და გამოვისყიდე. რამდენი გადაიხადეთ, გახსოვთ? იცით რა იყო, ვალი ქონდა მაგ კომპანიას და ვალში მასაქმნა. მე ვაფინანსებდი მაგ კომპანიას, სესხი მქონდა მაგ კომპანიაზე გაცემული და შემდეგ გამოვისყიდე სესხის ფასად. შეგიძლიათ მარტივად ამიხსნათ, რას ნიშნავს აფინანსებდით? ანუ ჩემი ხელფასიდან, რასაც მე ვიღებდი, მაშინ სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობდი, კერძო კომპანია მქონდა. კერძო კომპანია მქონდა, მე დიდი ხნის განმავლობაში როგორც იურისტი ვარ ნამუშევარი. ვიხმარებოდი სესხის სახით. და სამწუხაროდ ვერ დამიბრუნეს თანხა და შემდეგ გადმოგცეს კომპანია. შეპესე ჰიდროტეკი, რომელიც ღარიბაშვილის გუნდის მაღალჩინოსნის მტკიცებით ბალში მიიღო, ბაზარზე ოპერირების მრავალწლიანი ისტორია ჰქონდა. ამიტომ ის იაფი ნამდვილად არ ეღირებოდა. ჩვენ დაუკავშირდით ამ ბიზნესის ყოფილ მფლობელს იმის დასადგენად, რის სანაცვლოდ დაუთმო ბიზნესი მართველი გუნდის მაღალჩინოსანს. ეს იყო ბიზნესის გადაფორმება ნებით თუ ზეწოლით, თუმცა მამუკა მაჭარაშვილმა ჩვენ ტელეფონი გაგვითიშა.
ალო, ბატონ მამუკა, კითხვა გვაქვს, კომპანია რატომ გაყიდეთ რა მიზეზით? სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე არსებული მონაცემები დგინდება, რომ პრემიერ-მინისტრის სანდო კადრის კომპანია ტენდერზე იგებს. 1,5 მილიონი ოცნების ჩინოვნიკისთვის ჭიათურის ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიცემული ერთადერთი დაკვეთა არ არის. ჯაველიძის კომპანია სოფელ ცხურკვეთისა და სოფელ სკინდორის დამაკავშირებელი გზის მოსაწყობად 879,114 ლარი გასულ წელსაც მისცეს. ხალხთან სამერ გამოჭობა, თქვენი მეუღლის კომპანიასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები? მაინტერესებს, ვისი მეშვეობით იგებს უკონკურენტო ტენდერებს? ღარიბაშვილის დახმარებით იგებს? 1,5 მილიონიან ხელშეკრულებას, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და კომპანია ინფრაკონს შორის გაფორმდა, ხელს მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე აწერს. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს ვკითხეთ, როგორ მიიღო უკონკურენტოდ ღარიბაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 1,5 მილიონი ტენდერი და ხომ არ მოარგეს ტენდერის პირობები ამ ფირმას, რომ სხვას მონაწილეობის სურვილი არ ჰქონოდა. კონკურენცია შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. ეს არის, როდესაც იტვირთება ელექტრონულად და არ გამჭირვალე. თავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, როდესაც 1,5 მილიონიან ტენდერს იგებს უკონკურენტოდ. ეს კითხვის რევას ჯაველიძე, რომლის კომპანიასაც 1,5 მილიონი მიეცეთ. მე არ მაქვს მაგ ინფორმაცია, კიდევ მე მაგ ინფორმაცია არ მაქვს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, მე არ ვიცი. აღარ უნდა ახლა ამას თუ არამე გაინტერესებს, მაგას დუღა შემეკითხები. ფლობელი ვინ იყო, არ იცოდით? არც მაინტერესებს ვინ იყო თუ გეუბნები. არ იცოდით? არც მაინტერესებს. ირაკლი ნადირაძე უკვე თვეებია ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსის ბიზნეს ციკლებს. აკვირდება რევას ჯაველიძის კომპანიის მოგებულ ტენდერების პირობებს და ბიუჯეტიდან მიღებულ ფულს. ნადირაძე ამბობს, ბიუჯეტის ფულით ღარიბაშვილი ცდილობს, ხალხი ვინც მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, უბრალოდ გაამდიდროს. ღარიბაშვილის მაღალჩინოსნები კონკურენციის გარეშე იგებენ პირდაპირ ტენდერებს, ამ კონკრეტულ ადამიანსაც უკვე რამდენიმე ტენდერი აქვს მოგებული, უბრალოდ ეს არის საკმაოდ მსხვილი ტენდერი, 1,5 მილიონიანი ტენდერი, რომელიც ასევე უკონკურენციოდ მიიღო და შესაბამისად არის, რა თქმა უნდა, პირდაპირი კორუფციის ნიშნები გამორიცხულია, რომ ღარიბაშვილის თავრობასა თავად ღარიბაშვილს არ სცოდნოდა, რომ ის მაღალჩინოსანს პირდაპირ კონკურენციის გარეშე მიაქვს ამხელა თანხები. ეს მოხდებოდა ერთადერთი გზით, პირდაპირ ტენდერი მოარგეს აღნიშნულ კომპანიას და შესაბამისად ამ კომპანიამ წაიღო ხალხის 1,5 მილიონი. რევას ჯაველიძის საქმიანობა კითხვებს მხოლოდ ოპოზიციას არ უჩენს. 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ, რომელსაც ჯაველიძე ხელმძღვანელობს, ირაკლი ღარიბაშვილის გამოცემული განკარგულებები დამალა. ჯამში პრემიერმა 362 განკარგულება გამოსცა. აქედან 365 დამალეს. თავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე და საკანონმდებლო მაცნეში არ იძებნება პრემიერის 150-მდე ბრძანებულება, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხის კუთვნილი ქონება სხვადასხვა პირებს გადასცა. გასაიდუმლოებულია ვის და რის სანაცვლოდ მისცეს სახელმწიფო აქტივები. 150 ქონება გადაეცა კონკრეტულ პირს ან იურიდიულ პირს და ჩვენ არ ვიცით რატომ. ხომ, რა პირობებში, რა იყო მიზანი ამ ქონების გადაცემის, არიან თუ არა ეს ადამიანები რაღაცა ვალდებულებით, ასე ვთქვათ, დაკავშირებულებით სახელმწიფოსთან, საერთოდ ყველაფერი დამალეს და დაფარეს, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ, მათ დასამალი აქვთ. როდესაც მთავრობის ადმინისტრაცია განკარგულებებს, მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მალავს, ეს კანონდარღვევა. გამოდის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შეფი მზად არის კანონი დაარღვიოს. პრემიერის მითითებაა, რომ განკარგულებები დამალოთ. ჩნდება კითხვა, ხომ არ მიდის ის ამ რისკზე იმ მილიონების სანაცვლოდ, რომელსაც მის კომპანიას მთავრობა აძლევს. განკარგულებებს რატომ აღარდებთ? რატომ? რატომ დასამალი? რატომ არიდება მთავრობის განკარგულებები მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე? იმიტომ რომ არსებობს მიზეზი, თქო და აგიხსენეთ მიზეზი, კომერციული საიდუმლოება თუ სხვა მიზეზები.
და მოქალაქეების ფულით სასაჩუქრე ღვინოები რომ იყიდეთ, ეგეც კომერციული აი მოგმართეთ და თუ კი არ გინდათ ხო და მაშინ მიმართოს სასამართლოს. მიმართა სასამართლოს, რომელიც მთავრობის საქმიანობას პარლამენტი უნდა აკონტროლებდეს, თუმცა პრემიერ-მინისტრის დამალულ განკარგულებებზე ქართული ოცნების წევრებს კითხვებიც კი არ უჩნდებათ. პრობლემას ვერც იმაში ხედავენ, რომ კაცი, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია აბარია, ამავე მთავრობის შემადგენლობაში მყოფი სამინისტროებიდან მისი ბიზნესისთვის დაკვეთებს იღებს. რა გონიათ ახლა თქვენ რომ პრემიერ-მინისტრი თავისი ადმინისტრაციის უფროს აგებინებს ტენდერებს, მართლა სერიოზულად მეკითხებით? ანუ ჩემს ძალიან ღიმილის მომგვრელია. ქვეყანაში კონტროლის სისტემა მოშლილია. მაგალითად, თუ არსებობს ეჭვი, რომ პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი სავარაუდო კორუფციულ გარიგებებშია და მისი კომპანიისთვის სახელმწიფო დაკვეთების მისაღებად მის გავლენებს ბოროტად იყენებს, ეს საქმე ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეისწავლოს, თუმცა ამ ბიუროს შეფიც ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსის შერჩეულია და ბიუროც პრემიერს ექვემდებარება.